ჩვენი ლექციის მესამე ნაწილში ჩვენ ვილაპარაკებთ, ვისაუბრებთ იმ ემოციური ფონზე, რომელიც როგორც წესი ახლავს ხოლმე თან კულტურათა შორის ურთიერთობებს. კულტურათა შორისი კომუნიკაციის ერთ-ერთ სპეციფიურ ასპექტს წარმოადგენს უცხო კულტურის ამა თუ იმ ფაქტზე აფექტური, ემოციური რეაქციები. უცხო ადამიანებთან, განსაკუთრებით გარე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთობას თან ახლავს ბევრად უფრო მეტი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, განცდები, ღელვა და შიში, ვიდრე ნაცნობ ადამიანებთან, საკუთარი ჯგუფის წევრებთან ურთიერთობას. მაგრამ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაგვარად ეპყრობიან უცხოებს. ამიტომ კულტურათა შორისი კომუნიკაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად არის ხოლმე დამოკიდებული სწორედ აი ამ განწყობებზე. სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ უცხო კულტურათა წარმომადგენლებთან ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები უფრო ადვილად ამყარებენ კავშირებს, ვიდრე კოლექტივისტურის. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ კოლექტივისტური კულტურები თავიანთი წევრებისაგან იმ დონის შერწყმას მოითხოვენ საკუთარ ჯგუფთან, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ერთ მთლიანს წარმოადგენდნენ. ინდივიდუალისტურ კულტურაში კი ადამიანები იქცევიან ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ ყველასგან დამოუკიდებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მათი ჯგუფის პოზიციისაგან. კვლევებმა იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ კორეაში აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლებ პრობლემებს უცხოელებთან ურთიერთობებში ასწრებოდნენ ამერიკელები, ხოლო ყველაზე მეტს იაპონელები და კორეელები. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი კითხარი დაურიგდათ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდათ ახლო ურთიერთობა უცხო კულტურის წარმომადგენლებთან. გამოკითხული 80 ადამიანიდან 76-მა აღნიშნა, რომ მათ განიცადეს უკიდურესი დაძაბულობა და დაბნევა უცხოელებთან თავდაპირველი ურთიერთობის დროს. გაითვალისწინეთ, რომ გამოკითხული იყვნენ ქართველები. ყველა მათგანი დასაწყისში თავს გრძნობდა მარტო, ხოლო დანარჩენი 4, რომელიც ასე არ ფიქრობდა, უცხოეთში ჩასული იყო თავის ადრე წასულ ნათესავებთან და როგორც ჩანს, ამის გამო ნაკლებად იყვნენ აფორიათებულნი. კოლექტივისტური კულტურებისათვის დამახასიათებელია სწრაფვა ჯგუფთან მიერთებისაკენ, ხოლო ინდივიდუალისტურ კულტურებში ყველაფერი დამოკიდებული არის ურთიერთობათა პიროვნულ შეფერილობაზე. ცხადია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო ვითარდება და ახლო ხდება, ჯგუფს მიკუთვნებულობის ფაქტორის გავლენაც სუსტდება. ჩვენი გამოკითხულების აბსოლუტური უმრავლესობაც უცხო კულტურასთან ურთიერთობის რამოდენიმე თვის თავზე სრულად გათავისუფლდა დაბნეულობისა და დაძაბულობის გრძნობისაგან. იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რამდენად რთულად შეიძლება მიმდინარეობდეს ერთი კულტურის წარმომადგენელთა კონტაქტი მეორე კულტურის წარმომადგენლებთან, კულტურულ ანთროპოლოგიაში შემოღებულ იქნა კულტურული დისტანციის ცნება. ეს არის კულტურათა ერთმანეთთან სიახლოვის ან შეუთავსებლობის დონე. შედარებითმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ ისეთი კულტურის წარმომადგენლები, რომელთა შორის კულტურული დისტანცია ნაკლებია, ბევრად უფრო იოლად ახდენენ ახალ კულტურასთან შეგუებას, ადაპტაციას. ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანები, რომელთაც მოუწიათ საბერძნეთში, თურქეთში, რუსეთში ცხოვრება, ბევრად უფრო ადვილად შეეგუენ ახალ კულტურაში არსებობას, ვიდრე დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში წასული რიგი ჩვენი თანამემამულეები. როგორც ჩანს, თურქული, ბერძნული, რუსული სამყარო, მიუხედავად დიდი განსხვავებებისა ჩვენი ყოფისაგან, მაინც არც თუ ისე უცხო აღმოჩნდა მათთვის, ვიდრე დასავლური სამყარო. ცნება კულტურული დისტანცია აფიქსირებს განსხვავებებს სხვადასხვა კულტურის ერთსა და იმავე ისეთ ელემენტებს შორის, როგორებიც არის მაგალითად კლიმატი, ტანსაცმელი, საკვები, ენა, რელიგია, განათლების დონე, მატერიალური კომფორტი, ოჯახის სტრუქტურა, სხვადასხვა ტიპის ჩვევები და ადათ-წესები და ასე შემდეგ. მაგალითად, ცნობილია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან წასული ებრაელები, გარდა ქართველი ებრაელებისა, უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს გერმანიაში, ვიდრე ისრაელში. ამისი ერთ-ერთი მიზეზი არის იმ კლიმატური პირობების მსგავსებაც, რომელშიც მათ უწევდათ და უწევთ არსებობა. სინამდვილეში არ არის საკმარისი მხოლოდ კულტურული დისტანციის დადგენა და მისი ობიექტურად გაზომვა. კულტურული დისტანციის სუბიექტურ აღქმაზე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს. მათ შორის არის კონფლიქტებისა და ომების არსებობა ან არარსებობა ორ კულტურას შორის, როგორც თანამედროვე დროში, ასევე ისტორიულ წარსულში. ადამიანის კომპეტენტურობის დონე უცხო ენასა და კულტურაში.
პარტნიორების სტატუსის თანასწორობა ან უთანასწორობა და კულტურათა შორის ურთიერთობებში მათ შორის საერთო მიზნის არსებობა. ყოველივე ამის გამო სუბიექტური კულტურული დისტანცია შეიძლება აღქმულ იქნას როგორც უფრო დიდი, უფრო შორეული, ვიდრე ეს სინამდვილეში არის. როგორც ცნობილია, ნებისმიერი კომუნიკაცია წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის პროცესს იმ ადამიანებს შორის, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება და თავისი სამყაროს ხატი. ინფორმაციის გადაცემასა და მიღებას წინ უსწრებს კოდირებისა და დეკოდირების მომენტი, რომელთაც თან ახლავს აუცილებლად ხარვეზები და დანაკარგები. ცხადია, რომ შეუძლებელია აბსოლუტურად უნიფიცირებული იყოს ინფორმაციის აღქმის პროცესები, რომლებიც როგორც წესი ინდივიდუალურ ხასიათს ატარებენ. ამის გამო ხშირია სიტუაციები, როდესაც გზავნილის მიმღები მიაწერს მასში გამოყენებულ ნიშნებსა და სიმბოლოებს სრულიად სხვა, განსხვავებულ მნიშვნელობას, ვიდრე ეს ჰქონდა ჩაფიქრებული მის გადამცემს და ამიტომ გზავნილს სრულიად სხვადასხვა გზავნილს ესე იგი მესიჯს სრულიად სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებს, ვიდრე ადრესანტი. შესაბამისად, საპასუხო გზავნილის დაქმედებაც შეიძლება იყოს სრულიად არაადეკვატური. მოლოდინების გაცრუებას კი მივყევართ კომუნიკაციის მონაწილეთა შორის გაუგებრობებამდე ჩნდება რა დაურწმუნებლობის უკმაყოფილებისა და დაბნეულობის შეგრძნება. ჩვეულებრივი პიროვნებათა შორისი ურთიერთობების პირობებშიც არ გაგების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მისი წარმოქმნის ალბათობა და გამომჟღავნების დონე შედარებით დაბალია იმის გამო, რომ კომუნიკაციის მონაწილეები მიეკუთვნებიან ერთ კულტურას, მათ აქვთ საერთო ნორმები და ღირებულებები, ქცევის საერთო წესები და კარგად იციან კომუნიკაციის კონტექსტი. კულტურათა შორისი კომუნიკაციის დროს კი გაუგებრობის წარმოქმნის ალბათობა საგრძნობლად იზრდება, იმდენად, რამდენადაც კომუნიკანტების სხვადასხვა კულტურებისადმი მიკუთვნებულობა ხშირად აქარწყლებს ხოლმე მათ მოლოდინებს. ეს კი თავის მხრივ იწვევს უარყოფით ემოციებს პარტნიორი კომუნიკანტებისა და მთელი მისი კულტურის მისამართით და კომუნიკაციაც ამ შემთხვევაში წარუმატებლად მთავრდება. ჩვენ მიღებული სიგნალების ინტერპრეტირებისას ვემყარებით საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და კულტურას. სწორედ ამიტომ სხვისი ქცევა დამყარებული განსხვავებულ გამოცდილებასა და კულტურაზე შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას ჩვენს მიერ არასწორად. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს შფოთვას, ნერვიულობას, დაძაბულობას, დაურწმუნებლობას, გაუგებრობას, რომ ვერ ვახერხებთ გამოვიცნოთ კომუნიკაციის პროცესის მიმდინარეობა და მოსალოდნელი შედეგი. ასეთ შემთხვევაში კომუნიკანტთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა კვალიფიცირდება როგორც სტრესი. უცხო კულტურასთან პირველი კონტაქტის დროს ყოველი ადამიანი ფლობს ძალიან მწირი მოცულობის ინფორმაციას ახალი კულტურული გარემოს შესახებ. არ აქვს ნათელი წარმოდგენა მოცემულ კულტურაში მიღებული ქცევის ნორმების შესახებ და ამიტომ გარშემომყოფთა ქცევებს ან შესაბამის მნიშვნელობას არ ანიჭებს, ან პირიქით, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ ტიპის სიტუაციებში ძირითადად სამი სახის გაურკვევლობას აქვს ხოლმე ადგილი. ესენია კოგნიტიური გაურკვევლობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს არ შეუძლია ზუსტად იცოდეს თავისი პარტნიორის წარმოდგენები და განწყობა. მეორე, ქცევითი გაურკვევლობა, რომლის დროსაც ადამიანს არ შეუძლია წინასწარ გამოიცნოს თავისი პარტნიორის ქცევა. და ემოციური გაურკვევლობა, რაც არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი ნერვიულობს, შფოთავს, იმის გამო, რომ მას შეიძლება სწორედ ვერ გაუგონ, უარყოფითად შეაფასონ, ზიანი მიაყენონ მის პირად მეს. დასავლელი მეცნიერების კვლევებმა კომუნიკაციური დაურწმუნებლობის სფეროში ისინი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ თუკი ეს დაურწმუნებლობა იქნება ძალიან დიდი, ადამიანები ეცდებიან თავიდან აიცივლონ კონტაქტი, ან კიდევ ყველანაირად შეეცდებიან, რომ დატოვონ კარგი შთაბეჭდილება თანამოსაუბრეზე და ამ შემთხვევაში ისინი აღარ იზრუნებენ დიდად თავად კომუნიკაციის აქტზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შფოთვას და ღელვას საერთოდ არ ექნება ადგილი, ადამიანები ასევე დიდად აღარ ზრუნავენ კომუნიკაციის პროცესზე, არ აქცევენ რა შესაბამის ყურადღებას თანამოსაუბრეს და შესაბამისად კარგავენ ნორმალური კომუნიკაციის სტიმულს. ასეთ შემთხვევებში ადამიანები როგორც წესი არიან მათთვის ცნობილი სტერეოტიპების იმედზე და არასწორად აღიქვამენ თანამოსაუბრლის ქცევას. ამრიგად, ეფექტური კომუნიკაციისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს გაურკვევლობის რაღაც ოპტიმალური დონე. თითოეული კომუნიკანტის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ საკუთარი დაურწმუნებლობა კომუნიკაციაში მიუახლოვოს აღნიშნულ ოპტიმალურ ზღვარს.